ალახლა შენ ელისოს ბუტყაში და ეტყვი. მამაჩემს სტუმრები ყავს თუ. 2 ბოთლი არაყი გასესხოს და 1 პეჩენია. მამა შენს კიდე მე ვეტყვი. რო დავამთავრებ თამაშს წავა. ჩამორი. ბიჭებო. ხო. შალიკოს ბიჭს ცოლი მოუყანია და გვეპატიჟება. გაუცნაური კაცია ბიჭო ეს შალიკო. გუშინცი ყარა გადაგვადგმებინა. ამას წინეებზე კიდე ქვევრი გადაგვაგორებინა. ახლა კიდე მაგის ბიჭს ცოლი მოუყანია და გონი ისიც ჩვენ უნდა აგვაწევინა. ექიმო, ჩემი სიდედრის ანალიზები მოგიტანეთ. იქნებ ნახოთ რა. ნახოთ. აბა როგორ არის? თქვენი სიდედრი გამოჯანმრთელების გზაზეა. ხო? ხო. ოღონდ იმედი არ უნდა დავკარგოთ. თქვენი იმედი. გისმენთ? ალო. დათოს მეუღლე მინდოდა? მე ვარ? უკაცრავად დათო სამსახურშია თათბირზე და დააგვიანდება ცოტა. შენ დაგაგვიანდა ჯანდაბაში და მოუსვლელში. ვიცი მე შენი თათბირი ვაჟბატონო. როგორ მიცარი? კალო. შენცნობას რა უნდა? თელ ქალაქში მარტო შეიგებება ენა. სულების. რაშვების და მოდი როგორ ახალ გოგო შერეშვები რა ვიცი ვარ მას რო შემისწორებ აი ესეც დამიფარე რა ნახე ვაიმე რა გჭირს რა მჭირს და ჩემ აკმარმა მცემა რატო და თქვენ უბრალოდ იეჭვიანა რატო გოგო რატო და გიორგი ხო ქვია და დილას შემთხვევით წამოწ და ზურა ადექი თქო და ესე მცემა ტყუილ უბრალოდ ტყუილ უბრალოდ აბა ჩემსაყვარელს უჩაქვია რა შუაშია ზურა ხო უჩარა ზურა გაგისა ეკა ზურა აი რაღაცას მოვახერხებთ ნახე რა Avcı, agelen siyah, namaş. Momit anne, eşkollapeli de xutiyanzı gavak etip kollapes. აბა შენც, კაი ხაშლამა გავიკეთე და. Rahaslama var olmaz. Ama sinemize, izlediği xაშლამა გავაკეთე, მიცვალებული სული 60 დღე დარჩა. უკაცრავად დამამშვიდებელი წამალი თუ გაქვთ? დიახ, რა თქმა უნდა, გვაქვს 30 ლარიანი, 20 ლარიანი. არა, უფრო იაფი? უფრო იაფი ინდური გვაქვს 10 ლარიანი. უფრო იაფი? უფრო იაფი ლარი. დამშვიდით და
ვერ მიყურებენ? ხო რა. ბიჭო, რა ვერ გავიგიცი? შენ რატომ მოწონხარ ქალებს რა? იმიტომ რომ ვარ ჭკვიანი და სიმპათიური. და მაშინ ცოლი რატო არ მოყავს? გაგიმეორო? იმიტომ რომ ვარ ჭკვიანი. გოგონი 5 გრამი ძეხვი მომეცით. რამდენი? 5 გრამი. დამცინით? რო დაგცინოდეთ დაგაჭრევინებ. უკაცრა კატები არა. აი კატები ბატონო. რა კატები კაცო ესენი არიან ძაღლები. არა. ესენი არიან სახიობი კატები. აი, ნახე, გარდასახვა. აი ეგ არის ხელოვნება. კატები არიან. აი ნახე, ხედავ. რეჟისორი. იცი რა მაინტერესებს? ხო. ლოთი კაცები მოგწონს? არა. არა. აი ძალიან უხეშები რო არიან და ქალთან ურთიერთობა რო არიციან, ეგეთი? ვაიმე, არა. მარტო დედის ჭკუაზე რო დადიან, ეგეთი? არა. აბა ამ ჩემ ქმარს რა სეფარცქვალები ვერ გამიგია. შენ ჩემი საფილმო ფოკუსი იცი? დანით. რომელიღაც? რა რომელი? უყურე. ამაში ვარ სპეცი. ასე ვარ შენ. სპეცი. გაუმარჯოს. აი გაქჩიფს. აღარ ამჭირს. შენ მაძაღლმა გუშინ მიკბინა. რას ლაპარაკობ? შარვალი გაგიხია? და რა? ამიკაპიცა და ისე მიკბინა. ქალი მაინც ბულებით მოღალატეა. ძვირფასო. ჩემამდე რამდენი კაცი ყავდა. კაი რა იყო ახლა საწყენად კი არ მithქო. მაცადე კაცო ნუ მირევ. 31 როგორი შეგრძნება ორსულობა? ვაიმე, ძალიან კარგი. განსაკუთრებით პირველი 10 წუთი. მობძანებულა ვაჟბატონი. რა გინდოდა იმ ლოთებში? რა? სად დაეთრეოდი მთელი ღამე? სად? როდის მოეთრიე სახლში? როდის? როდის? არ მიპასუხე? მიპასუხე. ქალო. შენ თუ რა, სად, როდის მეთამაშები? მოსაფიქრებლად, ცოტა დრო მაინც მომეცი, კაცო. ლოთი.
ავსტრალიაში წასვლა რა ჯდება? $1500. რამდენი? 1500. იცით ავსტრალიისთვის ეს საერთოდ არ არის ძვირი. $1000 რომ აქვს გოგონი ვალი, იმიტომ გარბი ვარ ამ ქვეყნიდან. და $1500 თქვენ როგორ გადაგიხადოთ? გაუმარჯოს. ნიჭო. შენ ძოლის ვერ მაჩუქე? რა გინდა შენ ჩემი ძოლის სურათი? რა იყო ახლა რა იფიქრე ისეთი? სახში შტეფსელებს უნდა მივაკრავ. ბავშვები აღარ მიეკარებიან. გოგო გუშინ ვიყავი კინოში. ისეთი მაგარი პონტი იყო. ძალიან ვისიამოვნე. მართლა რა ფილმი იყო? არ ვიცი, შეყვარებულთან ერთად ვიყავი. სუპრარიცინი, კოლადექს ფორტე, დრენდუმ კოლი და მარფოქსის მალამო. 285 ლარი. ბატონო? დიახ, ეს წამრებით ჯდება 285 ლარი. კარგით, მაშინ ერთი დამამშვიდებელიც დაამატეთ. როგორ დამენანა ბიჭო. როგორ დამენანა დედაშენი რა. არა ბატონო, მამა გადამეცვალა. გაჩერდე ბიჭო შენ. მომასწავლე. მაგი დედაც იყო და მამაც იყო შენ. დღეს ჩემი თანამშრომლის შვილის ქორწილია და ვერ მივდივარ. სახლს მარტო ვერ ვტოვებ. ნუ გიშინდი. შენ წადი, მე ხო ვჩები სახში. ხო და შენ რო რჩები, მაგიტო ვერ ვტოვებ. დალეწე, მიდი, დალეწე. აუ ეხლა იცი რა მინდა ყველაზე ძალიან კეთილი ფერია შემხვდეს და თავისი ჯადოსნური ჯოხით $10,000 მაჩუქოს. და მილიონი რო გაჩუქოს? მილიონი არარეალურია. ისმენთ. შესაძლებელია თქვენ ბანკში ფული შევინახო და მილიონერი გახვდე. დიახ, შესაძლებელია. თუ მილიარდელი ხართ კი? ხოდა მოკლედ გადმოვიდნენ მე სულ ყველა და თან ყველა პახველიაზე ვარ და ერთი ამბავია და ეს კატერები რაც არის ყველა გაშლია სულ ჩვენი იყო აგებული ქონდა რა მოკლედ აი მთელი ასლაპარაკო და აი მე ძალიან კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ. ხო მართლა აუში ხوار ჩავსულიყავით არა იცით მე ცურვა არ ვიცი. არ არის პრობლემა მე გასწავლით არ
არა. იცით, ძალიან მეშინია წყლის და არა. არ არის პრობლემა. მაშინ ლოგინში გასწავლით. შევარდნილე ეს მგელი ამ ფარაში, სანამ მე მივედი, სანამ ეს ზაღლები მივარდნენ, 10 ცხვარი ასე ყელ დაღადრული დამხვდა. გამაუბედურა. და აგერა გამგებელი მოდის და უთხარი ყველაფერი რაც. გამარჯობათ, რა შევით? ისვენებთ? სვენია. რა იყოთ, რა შეასაკ? რაღაცია ჩემო ბატონო. ხო. თქვენს კარგად იცით რომ ამ ბოლო დროს კლები მომრავლდნენ. 10 ცხვარი გამიუბედურა ყელ გამოღადრული დამხვდა რომ მივედი ფარაში. ძალიან მომრავლდნენ ეს მგლები. ვიცით ბატონო, ვიცით და ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები. დაუყარეთ სპეციალური საკვები და როგორც კი შეჭამენ, იცით როგორი საკვებია? ეგრევე იწვევს მგლების კასტრაციას და ვეღარ მრავლდებიან. რას იწვევს? კასტრაციას. აღარ მრავლდებიან უბრალოდ. მომისმინებით იყო. ეგ მგლები ჩემ ცხრებს ჭამენ, კი არა უპატიურებენ. გაუმარჯოს დავით. როგორ ხარას კითხო? ნავიაგე სტადია გითხულობ. ბიჭო, მე ხო იცი როგორ მიყვარს ტუალეტში წიგნის კითხვა. ისე მივეჩვია ტუალეტში ამ წიგნის კითხვას გუშინ ბიბლიოთეკაში ვიყავი და კინაღა მიგმო. მადლობა გენცო. მადლობა. გაიხარეთ. მადლობა გამოგცეთ თქვენ. მადლობა. ხინში ვენახსეთ. ბევრი ხალხია რა. აბა ბიჭო, იმდენი ხალხი იქნება ქელეხში, იმას ვფიქრობ ლიმონად სანამ ბოლოში ჩაიდან ვადა არ კონდეს გასული. და მე რიკიფემა მოტოციკლეტით რომ იარო. ხინში. ის ბიჭი ასე ძალიან რომ ეხუტებოდი? აი მე წარმოდგენა არ მაქვს. მოდი საფულე ვნახოთ და პირადობა ექნება. ექიმო, თუ ამ პრობლემის მოგვარებაში დამეხმარებით, პატივიცემა ჩემზე იყოს. დაგეხმარებით, როგორ არ დაგეხმარებით. და რა მაინტერესებს სუგები ვათხოვნე, ნა? არა, სუ არ ექიმო. ეგ უკვე კარგია. აი, იცით რა არის მხოლოდ სიმღერის დროს და ლაპარაკის დროს. აი, როცა საუბრობ და როცა მღერი, მაშინ მე ნახე ბიჭო რა ქალია. ბიჭო. თვალებით ხალი გაგიშიფლებია? გამიშიშლებია კი არა, ბიჭო. გამიცვნია. ყვავილები მიმიტანია. სოლად მომიყვანია. სექსის მქონია. სიდედრთანაც მიჩხუბია. გაუცილებელ ვარ კიდეს. თვალით მაგის დანახვაც აღარ მდომია. ახლა მაგარი ხარ.
გოგონი, ერთი ლუდი მომეცით რა. გვაქვს გერმანული, ბელგიური და ჩეხური ლუდები, რომელი გნებავთ? რა მნიშვნელობაა, გოგონი? კი არ უნდა ველაპარაკო. მომეცით ერთი საქმე. გოგონი, ვიტამინი მინდა ბავშვისთვის. რომელი ვიტამინი? რა რომელი ვიტამინი? ხო, მაგრამ ქალბატონო, რომელი ვიტამინი? A, B, C თუ D? იცით, მნიშვნელობა არა აქვს. ჯერ პატარაა. კითხვა მაინც არ იცის. გოგო, შენ მაქმარმა იცის რო ღალატო? ჩემმა არა. აბა, შენ მაიცის. ბიჭო, მართლა. შენი სირეთ როგორ არის? არის რა. მიდის ნენელა ზალისკენ. ორი მერაჟი ვარ შემონა. რაცოლი დავკარგე? არი ნერვიულო. გავა თვეები, წლები და აუცილებლად ნახავ ვინმეს. და იქნებ ბედნიერი. ეგ კი, მაგრამ ამაღამ რა ვქნა. აი ჩემი ანალიზები. რამდენი წლის ხართ? 30-ის გავხდები. ვერ გახდებით.